გამარჯობა. სოფლიო და საქართველოს მე-11-მე-15 საუკუნეებში ბლოკს გავდივართ და რახან დიდი ბლოკი ამასაც ვანაწილებთ. დღევანდელი საკითხი ეხება სელჩუკთა და ლაშქრობებს და სელჩუკთა სახელმწიფოს შექმნას, თოღრულ-ბეგი, ალფ-არსლანი, მალიქ-შაჰი. ჩვენ ამას ახლა რუკის ფონზე გესაუბრებით, უფრო ნათელი იყოს და უფრო ჩავხვდეთ, მაგრამ გადავიდეთ აი ამ რუკაზე. ეხლა თქვენ ამ რუკაზე ხედავთ ცენტრალურ აზიას, აქ მდინარეების სირდარიისა და ირტიშის სანაპიროზე მომთაბარეობდნენ თურქული ტომები, მათი ერთი ნაწილი დასავლეთით დაიძრა და სხვა თურქული ტომები, კერძოდ ოღუზები შეავიწროვა. საკუთარი ტერიტორიიდან გამდენილი ოღუზები შესახდნენ მერე ისლამურ ტერიტორიაზე შემოვიდნენ. თურქთა მიგრაცია, ანუ გადასახლება ამის მერეც არაერთი მხრივ განხორციელდა. ერთ-ერთი თურქული საგვარეულოს მეთაურს ერქვა სელჩუკი და სწორედ მისი სახელის გამო დაერქვათ ამ ადამიანებს სელჩუკები. სელჩუკმა მე-11 საუკუნეში მოახერხა თურქი ტომების გაერთიანება და ასახდნენ ისინი ბუხარის პროვინციაში და მიიღეს ისლამი. თავიდან სელჩუკები საკუთარი ჯარით ემსახურებოდნენ სხვადასხვა მუსლიმურ დინასტიას, მათ შორის თურქული წარმომავლობის ღაზნევიანებს. ხედავთ ახლა თქვენ ამ რუკაზე ამ ტერიტორიას. მალე სელჩუკის შვილიშვილმა თოღრულ-ბეგმა, რომელიც აი აქ ახლა გამოვისახა, და ჩაღრი ბეგმა შვილიშვილებმა უბრალოდ თავად ღაზნევიანების წინააღმდეგაც გაილაშქრეს და გამოდენეს ისინი ირანიდან, დღევანდელი ირანიდან. თოღრულ-ბეგმა მალე ესე ვთქვათ სულთნის ტიტულიც მიიღო, რაც ბრძანებელს ნიშნავს არაბულად. შესაბამისად, ამ ტიტულის მიღება ითვლება დიდ სელჩუკთა სასულთნოს წარმოშობის თარიღად. ამავე წელს თოღრულ-ბეგმა დაიკავა აღმოსავლეთ ირანის ქალაქი ნიშაბური. 1040 წელს დენდანაკანის ბრძოლაში თოღრულმა დაამარცხა ღაზნევიანები და ამის შემდეგ სელჩუკები თავად შეუდგნენ უკვე დაპყრობებს და ხედავთ ფართოვდებიან ისინი გარშემო. აღმოსავლეთ ირანის უდიდესი პროვინციის ხორასნის ბრძანებელი და ბაღდადის ხალიფა მიესალმა თურქების წინსვლას დასავლეთისაკენ, რადგან იმედოვნებდა, რომ მათი საშუალებით საკუთარი ძალაუფლების თუნდაც ნაწილობრივ შენარჩუნებას მაინც შეძლებდა. შედეგად 1055 წელს თოღრულ-ბეგი უბრძოლველად შევიდა არაბთა დედაქალაქ ბაღდადში და თოღრულ-ბეგმა დამატებით მიიღო აღმოსავლეთისა და დასავლეთის ამირას ტიტულიც. აი ეს ოდინდელი არაბეთის სახელმწიფო ასე მოექცა უკვე სელჩუკთა სახელმწიფოს შემადგენლობაში. სელჩუკთა იმპერია კიდევ უფრო გაფართოვდა სულთნების ალფ-არსლანის და მალიქ-შაჰის მმართველობის პერიოდში. ალფ-არსლანის მთავარდამსახურებას წარმოადგენდა ბიზანტიის თავდაცვითი ხაზის განადგურება. 1071 წელს ალფ-არსლანმა მანასკერტთან, ეს არის დღევანდელი თურქეთის ტერიტორია, აი მანასკერტთან ბრძოლაში მოკლედ გაანადგურა ბიზანტიის არმია და თავად ბიზანტიის იმპერატორიც კი ტყვედ ჩაიგდო. ეს იყო რაღაცა სასწაული ამ დროისთვის, ალბათ რა ვიცი, მეორედ მოსვლა ეგონათ ბიზანტიელებს. ბიზანტიასთან დადებული ზავით სელჩუკებს გადაეცათ ბიზანტიის აღმოსავლეთ პროვინციების დიდი ნაწილი. ასევე ცალკე თემად, ცალკე საკითხად აქვს დაყოფილი აქვე მალიქ-შაჰი, რომელიც იყო მესამე სულთანი, ანუ ალფ-არსლანის შემდეგ. 1072 წლიდან გახდა ეს კაცი სულთანი, ვაჟი იყო ამ დროს ალფ-არსლანისა და განსაკუთრებით გაძლიერდა ამ დროს სელჩუკთა სახელმწიფო, რომელიც საზღვარს უკიდეგანო რომელიც სახელმწიფო უკიდეგანო საზღვრებში მოაქცია და კი ხედავთ რუკაზე რაც ხდება. მან შემოიღო ვეზირის მმართველობა, ვეზირს ეყრდნობოდა ქვეყნის მმართველობაში და გააძლიერა სოფლები, ქალაქები, რა ვიცი, შენობლებები წამოიწყო და სასწაულები მოახდინა და შემდეგ ჩვენ საქართველოს გადავალთ შეხვდება, რომ მის დროს დაიწყო დიდი თურქობა საქართველოში, რომლის გადასარჩენადაც მაშინდელმა ქართველმა ხელმძღვანელობამ ხარკი, ძიმე ხარკის გადახდა იკისრა მალიქ-შაჰის სასარგებლოდ.